მკვლელობა ხელვა ჩაურში, სოფელ აჭარისწყალთან კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თავდამსხმელი ჯერჯერობით არ დაუკავებია. უმხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ტარების მუხლებით დაიწყო. საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ზურაბ ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს. პოლიტიკოს პატიმრობა 22 მაისს მიესაჯა. მას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა წარმოთქმან. სხდომას ესწრებიან ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. წელს დოკუმენტს ხმა 107-მა ქვეყანამ მისცა. ეს საქართველოსთვის მხარდაჭერის ყველაზე მაღალი დონეა 2008 წლიდან. მხარდაჭერისგან თავი ოცნების პარტნიორმა ჩინეთმა და გაერთიანებულმა საამიროებმა შეიტავა. გასული ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტები უკრაინას თავს რამდენჯერმე დაესხნენ. რუსებმა იერიში მიიტანეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის ოდესასა და ხარკოვზე. უკრაინის პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად კიევის ერთ-ერთ ბომბსაფარში ბავშვებს პიცით გაუმასპინძლა.